მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას ახალ ამბებს დღის 3 საათზე მე თამთა სანიკიძე გადაცნობთ. რას ხდება ლოპოტაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ცნობილი სამხედრო ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკიმ ჩეხეთში მეცხრე არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. რადიო ეხო კავკასიის მთავარი რედაქტორი პრაღაში ჩეჩნურ დიასპორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ახმედ ჩატაევი ხელისუფლება მოლაპარაკებებში მას შემდეგ ჩართო, რაც შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეთანხმება ვერ შედგა. ჟურნალისტის მონაყოლის მიხედვით ოფიციალური თბილისი დაჯგუფებას თხოვდა დაღესტანში თუნდაც არჩევნების ჩატარებამდე არ გადასულიყო. ამ თემაზე შეუთანხმებლობას კი სპეცოპერაცია მოხვა. თუმცა ეხო კავკასიის ჟურნალისტმა არ იცის რა მიზნით მიდიოდა ჯგუფი დაღესტანში. ანდრეი ბაბიცკი საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციული ვაკუუმის შექმნაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ხეობაში, საზოგადოება ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. გიორგი ცხვითავას ვრცელი ინტერვიუ ბაბიცკისთან ნახეთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. მანამდე კი ამ ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. Это уже очевидно, что они переходили из Грузии в Дагестан. ცხადია, რომ შეიარაღებული პირები საქართველოსდან დაღესტანში გადადიოდნენ. ახმედ ჩატაევს ვერ ექნებოდა ვერანაირი კონტაქტი იმ დაჯგუფებასთან, რომელიც არ არის კავკასიის ემირატების შემადგენლობაში. ისევე როგორც ახმედ უმაროვს, რომელიც დოკუ უმაროვის უფროსი ძმაა. თავად კავკას ცენტრი წერს, რომ ეს ჯგუფი საქართველოში შეკლიბეს და მიდიოდა დაღესტანში. ამ ფაქტს მგონი არც არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლებამაც კი დაივიწყა თავისი პირვანდელი ვერსია, თითქოს ეს ჯგუფი დაღესტანში შეავიწროვეს და იქიდან გადმოვიდა. შემდეგ ნამდვილად ჩნდება ის კითხვები, რომელსაც თქვენ სვამთ. იმის წარმოდგენა, რომ დღევანდელ საქართველოში, სადაც ძალიან ეფექტურად მუშაობს პოლიცია, კონტრდაზვერვა და სხვა ძალოვანი უწყება, მსგავსი დაჯგუფების შეკრება, ამ პირების ქვეყანაში ჩასვლა, იარაღის ყიდვა შეუმჩნეველი რომ დარჩათ, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვას აჩენს. ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვემო ქართლს სტუმრობს. ქართული ოცნების ლიდერი ამ დროისთვის მარნეულში იმყოფება და ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს აცნობს. მანამდე კი ივანიშვილი ბოლნის სტუმრობდა. იაფი კრედიტები, მიწის დამუშავების გეგმა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ახალი სკოლების გახსნა. ეს იყო თემები, რომლებზეც კოალიციის ლიდერმა ბოლნისში ისაუბრა. ჩვენს კორესპონდენტ თამარ გოგესაშვილს ჩავთავთ ახლა მარნეულიდან პირდაპირ ეთერში, სადაც მორიგის შეხვედრა მიმდინარეობს. თამარ, რა ხდება ამ შეხვედრის დროს? ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახალხო ხელისუფლება, რომლითაც ევროპას გავაოცებთ. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენს მთავრობაში არ იქნება არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც საშუალო ფენის წარმომადგენელზე უკეთ იცხოვრებს. ეს განცხადება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. კოალიციის ლიდერმა ამომრჩევლებს მიმართა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ეს არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება. მანამდე ბიძინა ივანიშვილი ბოლნისში იმყოფებოდა. მან მეხუთე საუკუნის ბოლნისის სიონი მოილოცა, რის შემდეგაც ამომრჩევლებს შეხვდა და კოალიცია ქართული ოცნების გეგმები გააცნო. ყველა პირობა უნდა შეუფრათ გლეხს, რომ მან როგორმე მოახერხოს უხუმოსავლის წარმოება და არა ის რაც ხდება დღეს. წყალსაც ყიდიან დღეს. წყალში წყულსებდით და ნელ-ნელა წყალი ძვირდება. მე ვიცი რომ სარწყავის სისტემის პრობლემაა და აღდგენა საჭიროებს. უამრავი გადასახადებია კომუნალური და ხალხი ხულებს იფლის როგორმე სოციალურ დახმარების სიაში რომ მოხდნენ და აქაც კი ხული გნობენ. მე ესეც კარგად ვიცი რომ იქ ხულებს შეგლებულად აკლებენ რომ სოციალური დახმარება ის წირე სოციალური დახმარება რომელსაც გამადლიან იმის გადახდის საშუალებაც აღარ აქვს. ჩვენ ისეთი სახალხო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველ რიგში გათავისუფლდება სასამართლო და მედია. მან დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს და უთხრა რომ გააშუქონ ობიექტურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ბიძინა ივანიშვილმა მარნეულელებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას და მის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მახիր დარძიევს. მადლობთ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მარნეულიდან და ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი. რაჭრთნები ტარდება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. დილიდან თბილისში ავტობუსებისა და სახანძრო ბრიგადების მობილიზება შეინიშნებოდა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ტრანსპორტის გადაადგილება თბილისის რამდენიმე წერტილში დააფიქსირა. ელიავას ბაზრობის სპორტის სასახლისა და ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 60-მდე ავტობუსის კოლონამ, რომელსაც პოლიცია აცილებდა, ვაზიანის ბაზის მიმართულებით გადაუხვია. იქ კი კოლონას სახანძრო სამსახურის მანქანები შეუერთდა. მეხანძრეებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ სახანძრო წვრთნები აქვთ. გადაღებულ კადრებში დანომრილ ავტობუსებში ჩაწყობილი ფარები და ჩაფხუტებიც ჩანს, რომლებსაც სპეცდანიშნულების რაზმი იყენებს.
ქვეყნის შეიფორმებდა. იყო ალბათ 10 ავტობუსი მაინც. 10? შავნიანი. ფარები ხო? სპეცრაზმელები. ვარჯიშები რა. სახელმწიფო აი განსაკუთრებული დიდი წვრთნები ამ წუთას არსად არ მიმდინარეობს. არ ვიცი კონკრეტულად თქვენ რა ნახეთ, მაგრამ ჩვეულებრივი სწავლებები ყოველთვის არის და ძალიან ბევრ ადგილას არის ეხლაც როგორც ყოველდღიურად. ჩვეულებრივი ვარჯიშები აქვს ადამიანებს როგორც ყოველთვის აქვს მეტი არაფერი. ემიგრანტების პროტესტმა ნაწილობრივ გაჭრა ცესკოს საზღვარგარეთ რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო უბნებს ხსნის. უბნები გაიხსნება კანადაში, ქალაქ ოტავაში, ბარსელონაში, დუბლინში, ბუდაპეშტსა და ლისაბონში. იმ ადგილების ჩამონათვალში, სადაც უბნები უნდა გახსნილიყო, ჯერ კიდევ 12 სექტემბრამდე არც ერთი ზემოთ დასახელებული ქვეყანა არ იძებნებოდა. მათ შორის არ იყო არც კანადა. 2 დღის წინ მეცხრე არხმა რეპორტაჟი მოამზადა, სადაც კანადაში მცხოვრები ქართველები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვდნენ. თუმცა მაშინ ამ თემაზე არც საგარეო უწყებას და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კომენტარი არ გაუკეთებია. მე შემიძლია სრულ პასუხისმგებლობით გაგიცხადოთ ერთი საკითხი, რომ ამ მონაცემით CSKM გვაჩვენა, რომ ისთვის კეთდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი საარჩევნო პერიოდი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეეზღუდათ ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში. მე შემიძლია აღნიშნო, რომ ერთი მონაცემი მოვიტანო, რომელიც მეტნაკლებად ასახავს რეალურ მდგომარეობას. ეს არის გაეროს საერთაშორისო მიგრაციის ფონდის მონაცემი, რომლითაც მსოფლიოში არსებობს 1,200,000 ქართველი ემიგრანტი. ამ თემაზეა საუბარი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მაშინაც, როცა გამოქვეყნდა კაცი კომისიის დასკვნა. რომ 310,000 კაცი არის საზღვარგარეთ წასული. ეხლა საერთოდ ნონსენსი ხდება. საერთოდ აცხადებენ, რომ მხოლოდ 52,000 კაცი დგას საკონსულო აღრიცხვაზე, რაც ჩემი აზრით მარტივად რო ვთქვათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მედიასა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს. ნანა კაკაბაძე ითხოვს, რომ არჩევნების დღეს ყველა უბანზე საკუთარი გადამღები აპარატი შეატანინონ, ვიდეო ან თუნდაც ფოტოკამერა. ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ამ გზით საარჩევნო დარღვევების დაფიქსირებას შეეცდება. კაკაბაძე ამბობს, რომ კამერების დამონტაჟების შემთხვევაში ხმის მიცემის პროცესს საკუთარი ოფისიდან დააკვირდება. 2 საათში ერთხელ კი ყველა უბნიდან მიღებულ ინფორმაციას ერთად შეკრებს და მედიას მიუწვდის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით მიღებული მტკიცებულებები მას სასამართლოში გასაჩივრების დროსაც დაეხმარება. ის ან მიიღოს მტკიცებულება. 1 ოქტომბერს ჩავატაროთ საყოველთაო მონიტორინგი, სახალხო მონიტორინგი. ანუ ჩვენი სურვილია, რომ ამ მონიტორინგში იყოს რაც შეიძლება ფართო საზოგადოება ჩართული. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ დაიცვას საკუთარი ხმა არჩევნების დღეს, ჩვენ თავაზობთ, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი ორგანიზაციის ოფისში შეიქმნება დარღვევების დაფიქსირების შტაბი, სადაც არჩევნების მიმდინარეობის დღეს ყოველ 2 საათში გაიმართება ბრიფინგი და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნიდან წარმოდგენილ იქნება ფოტო და ვიდეო მასალები. კიდევ ერთი საერთაშორისო დელეგაცია, რომელიც წინა საარჩევნო გარემოს აკვირდება. თბილისში ნატოს წევრი ქვეყნის ელჩები ჩამოვიდნენ. ცოტა ხნის წინ სტუმრები სახალხო დამცველმა მიიღო. დიპლომატები წინა საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებითა და მედიის მუშაობით დაინტერესდნენ. ომბუდსმენი ნატოს წარმომადგენლებს იმ პრობლემებზეც ესაუბრა, რომლებიც რეგიონებში სატელიტური ანტენების დამონტაჟების დროს იქმნება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში 2 დღეს დარჩებიან. დაგეგმილი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან. სტუმრები ასევე აპირებენ გორის ბაზის მონახულებას, ასევე შიდა ქართლში ჩასახლებული დევნილების პრობლემების გაცნობასაც. საუბრის დიდი ნაწილი შეეხო ზოგადად ჟურნალისტების საქმიანობას, ქართულ მედიას, იყო საუბარი ასევე სატელიტურ ანტენებზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ასევე იყო საუბარი იმაზე, თუ რომელმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მიმართეს ომბუდსმენს კონკრეტულ უფლებადარღვევებთან დაკავშირებით. იკითხეს კონკრეტული დეტალები, ვთქვათ, რომელი არხი სად მოუწყებლობს, ვთქვათ, რამდენად დიდია დაფარვის არე. სვანეთში პრეზიდენტს ელოდებიან მესტიაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მოსახლეობა, აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები სხვადასხვა სოფლიდან მიხავთ. მათი ტრანსპორტირებისთვის კი სამარშრუტო ტაქსები სამეგრელოდან ხაიშის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა. სამეგრელოდაც მოდიან.
სამეგრელოდან ბატონობის ხალხი. პრეზიდენტის საფრთხეში. თქვენ ადგილობრივები ხართ? დაქვისალოდებით. აი ჩვენ უნდა წავიდეთ, კიდე არიან მომსვლელები და რომ უნდა წავალთ. ჩვეულებრივად მივდივართ რაიონში რაღაც საქმეებთან დაკავშირებით. პრეზიდენტს ახდებით? ალბათ, მასაც შევხვდებით, მაგრამ ჩვენი საქმეების ხოცობს. მესტიამდე კი პრეზიდენტი პედაგოგებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ოპონენტი მასწავლებლებთან შეხვედრის დროსაც გააკრიტიკა. მასწავლებელთა სახლში მისულმა ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრის მონაწილეებს თხოვა ყურადღებას მიაქცევენ ზოგიერთს, რომელიც პედაგოგებს დაჭერით ემუქრება და ციხიდან ბანდიტების გამოშვებას აპირებს. განათლების სისტემის სიახლეებზე საუბრის დროს სააკაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრიც ახსენა და ცენტრს კიდევ ერთხელ უწოდა კანტორა. თქვენ ასევე იცით, რომ ჩვენ შევცვალეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა ადრე იყო ძალიან მარტივი. ეხლა წელიწადში ერთხელ ეს კანტორა იღებოდა, ხელფასები ჰქონდათ თვეში 15,000 ლარამდე. ერთი თვე იმუშავებდნენ, მივიდოდა ადამიანი, ჩააბარებდა, ვერ ჩააბარებდა, თორემ მთელი წელი ისე უნდა დაულდებოდა. ჩვენ გამოცდები გვექნება თვე წელიწადში რამდენჯერმე მივიდოდნენ ახალგაზრდები, სულ გაუმჯობესებენ თავის დონეს, ეს ცენტრი იქნება სულ გაღებული და მასწავლებლების გამოცდები შემდეგ იქნება იანვარში. ზოგიერთი მასწავლებლას დაჭერით ემუქრება, ზოგიერთი კიდე რაღაცით. ეხლა ეს არასერიოზული ლაპარაკია. ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ ვლაპარაკობთ, ხარა გავუშვა, თქვი რომ ბანდიტების ციხიდან გამოშვება უნდა და მასწავლებლების დაჭერა უთქო და ამას ერთი თმა არ ჩამოვარდა და 10,000 კაცი იდგა და ისე დამიკრეს ტაში ყველაზე მეტად თამასი. ჩვენ ხალხს უყვარს მასწავლებლებს. საინტერესო შეხვედრა, სადაც ყველა საკითხზე შევთანხმდით, ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პირველ დიპლომატთან აუდიენციას. თბილისში ჩამოსულ საგარეო საქმეთა მინისტრს ქართული ოცნების ლიდერი თბილისი მარიო ეჩეგვიან საღამოს შეხვდა. აუდიენცია თითქმის 1 საათს გაგრძელდა. თავად ურმას პაეტმა სასტუმრო კომენტარის გარეშე დატოვა. შეგახსენებთ, რომ დიპლომატი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ძალიან საინტერესო პიროვნება გავიცანი, ძალიან საინტერესო მინისტრი. თქვენ როგორც იცით, ჩვენ ისტორიულად მეგობრობა გვაკავშირებს მათთან. ჩვენ გავიხსენეთ, როგორ ერთდროულად ვებრძოდით საბჭოთა იმპერიას თავის დროზე საქართველოს და ესტონეთის და ესე შემდგომ. და მე მგონი, რომ აბსოლუტური გაგება და ყველა კითხვაზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით და საუბარი იყო ძალიან საინტერესო. ინდიანა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისში დღეს დილით გაიხსნა. საქართველოს ინდიანას შტატიდან დელეგაცია სტუმრობს. ჯგუფში ინდიანას უნივერსიტეტის ის პროფესორები შედიან, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწეობენ. სიმინდის მოყვანა, მიწის დამუშავება, სარგავი მასალების წარმოება, საკონსულტაციო სისტემის მოწყობა, ახალი ტექნოლოგიების ათვისება. ამ მიმართულებებით უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და სემინარს ატარებენ. კონფერენცია, რომელსაც ექსპო ჯორჯია მასპინძლობს, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში პროფესორები გასვლით ღონისძიებებს და ფერმერებთან შეხვედრებსაც გეგმავენ. ჩამოსული არის ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორები, რომლის მთავარი მიზანია დაეხმარონ ადგილობრივ ფერმერებს ტექნოლოგიების სხვადასხვა მეთოდების გადმოცემაში, იმისათვის რომ ადგილობრივმა ფერმერებმა შეეძლონ საკუთარი წარმოების გაუმჯობესება. ჩვენ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვედით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის უკეთ განვითარებას. აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დანერქვა. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ გზები ქვეყანაში პროდუქტიულობის განსაზრდელად. გაჭრა თუ არა არასამთავრობო სექტორის პროტესტმა სამთავრობო პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს ინტერნეტიდან საერთოდ გაქრა. ვებგვერდზე ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო ვიდეორგოლი ინტენსიურად ტრიალებდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ რეკლამა გააპროტესტა და რეაგირებისთვის ცესკოსა და უწყებად შორის კომისიას მიმართა, ვებგვერდი საერთოდ გაუქმდა. მართლ პარტიაში მიზეზს არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ საიტზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ. სამთავრობო პროგრამის მეტი სარგებელი ხალხს ვებგვერდმა ფუნქციონირება შეწყვიტა. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ მეტი სარგებელი ჯი მას შემდეგ გაქრა, რაც მათ მართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილეს. საქმე ეხება სამთავრობო ვებგვერდზე ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო კლიპის განთავსებას. ამ ფაქტის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობამ ცესკოსა და უწყებათა შორის კომისიას მიმართეს, რის შემდეგაც ვებგვერდი მეტი სარგებელი ჯი გაქრა.
სამართალდაბოვა სახეზე იყო რეალურად და აშკარა იყო რომ განთავსებული იყო მართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპი ამ საიტზე რომელიც არის მთავრობის საიტი იყო უბრალოდ მთავრობის ვებგვერდი და ფიქრობ რომ სამართალდაბოვა რადგან შედგა ამაზე რეაგირებაც ეს კომიტეტი მოახდინეს და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც საარჩევნო მიზნებისთვის უნდა დაკვალიფიცირდეს ეს შემთხვევა. ნატროშვილის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედაც მიმართეს და დამატებითი მასალები გაუგზავნეს. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვთ. იგივე კომენტარი აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. დღეისათვის ეს კონკრეტული საიტი ფუნქციონირებს თუ არა, მე არ მაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს რაღაც პოზიცია ჩამოყალიბებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედება საარჩევნო კოდექსის 52-ვე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიიჩნევა და დაჯარიმებას ექვემდებარება. რატომ ჩავარდა 1000 ჯიხურის პროექტი? მერის ინიციატივით განხორციელებულმა პროგრამამ ვერ გაამართლა. ოფიციალური მონაცემებით 900 ლოტიდან იჯარით მხოლოდ 244 არის აღებული. მფლობელების ნაწილმა კი გაცემული ლოტები საერთოდ უკან დააბრუნა. რატომ ბრუნდება აუქციონზე შეძენილი ჯიხურები? პროექტი, რომელსაც პრესის წარმომადგენლები დაწყებისთანავე პროტესტით შეხვდნენ. ნუცა აბაშიძე კი ამბობთ. მერიის აუქციონზე იჯარით აღებულ ჯიხურებს მფლობელები უკან აბრუნებენ. ოფიციალური მონაცემებით 1000 ლოტიდან მხოლოდ 244-ია გაცემული. პრესის გამავრცელებელი კომპანია პლანეტა ფორტეს ხელმძღვანელის თქმით, გაცემული ლოტებიდან 40 მფლობელებმა უკან დააბრუნეს. მერიამ ყველა ეს ჯიხურები აიღო და გაუთანაბრა პრესის გავრცელება ჩვეულებრივ ბიზნესს. გვითხრეს კიდევაც რომ პრესა წამგებიანია, გაყიდეთ სხვა რაღაც. დედაქალაქში ახალი ჯიხურების ჩათქმამდე პლანეტა ფორტა თბილისში 80 ჯიხურს ფლობდა. დღეს კომპანიის მფლობელობაში მხოლოდ 11 ჯიხურია დარჩენილი. შედეგად პლანეტა ფორტას თანამშრომლების რაოდენობა 80-დან 35-მდე შემცირდა. ცდილობ ხოლმე აუქციონებზე რომ გამოვაქვთ, რომ ცდილობ რაღაცა კიდე ავიღო, რამე თუ გავაფართოვო, მაგრამ ვერც ერთ აუქციონზე ჯერ სადაც მე შევიტანე განაცხადი, იმის მერე ახლოსაც ვერ მივდივარ. თბილისის მერიის პრეს-სპიკერის თქმით, მერიის პროექტი 1000 ჯიხური მიზნად ისახავს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მუშაობის გაიოლებას. როგორც ბაჩოდოლიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ჯიხურების ფასი წლიურად 1000 ლარი მცირე ბიზნესისთვის მისაღებია. ეს პროგრამა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ პირს თანაბრად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ყველას აქვს ერთნაირი უფლებები და ერთნაირი პირობებში უწევთ ერთმანეთთან ასე ვთქვათ შეჯიბრი. მერიის პროექტი თავის დროზე მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, 1000 ჯიხურის პროექტმა ხელი შეუშალა პრესის გავრცელებას. მერიამ საკმაოდ დისკრიმინაციული ფონი შეუქმნა თავად ბიზნესს, პრესის გავრცელების ბიზნესს და ისეთი გარემო შექმნა, რომ ამ ადამიანებს იმ პირობებით, იმ საწყისი ფასებით, რომელიც აუქციონზე დააწესა მერიამ, ან იმ გადასახადებით, რომელიც შემდგომ დაუწესა, ისინი პრაქტიკულად ამას ვერ შეძლებენ. ჯიხურების უკან დაბრუნების მიზეზად მფლობელები მაღალ ფასს ასახელებენ. აუქციონზე ჯიხურის საწყისი ფასი 1000 ლარია. ვაჭრობისას თითო ლოტის ფასი იზრდება და 10000 ლარს ცდება. ყველაზე ძვირად ხირებული ჯიხურის ფასი წელიწადში 24000 ლარია. ეს არის ახალი სამზე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. გარე რეკლამის კომპანიები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურ ძალებს სააგიტაციო მასალების გავრცელებას არ უზღუდავენ. დღეს პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის ახსნა განმარტებითი განცხადებები ალფა პლუსისა და აუთორჯის წარმომადგენლებმა გააკეთეს. კომპანიების თანამშრომლების განმარტებით პოლიტიკურ სუბიექტებს პოლიტიკური რეკლამის განთავსება უპრობლემოდ და თან 95%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ალფა პლუსისა და აუთორჯის ინფორმაციით მათ უკვე დააკმაყოფილეს მმართველი პარტიის, ქრისტიან დემოკრატებისა და თავისუფალი საქართველოს მოთხოვნები. კომპანიებმა ჟურნალისტებთან ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის დეტალებიც დააზუსტეს. დღევანდელი მდგომარეობით გაგვაჩნია საკმარისი თავისუფალი სარეკლამო საშუალებები, რომლებითაც შეგვიძლია მოვემსახუროთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მათი სურვილის შემთხვევაში. ცხადია, ყველა სუბიექტი სარგებლობდა და მომავალშიც ისარგებლებს თანაბარი ტარიფებით. ამას გარდა, ჩვენ გამოვდივართ ერთობლივი ინიციატივით და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტს წინა საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე განათავსონ პოლიტიკური რეკლამა 35%-იანი ფასდაკლებით.
Წარწმეულია ამ შინაარსის წარწერები დღეს ტელეკომპანიამ ზესთან გამოჩნდა. უფლებადამცველმა დაჭით საგურიამ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ტელევიზიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და შენობის გარეთ სტიკერები გააკრეს. აქციის მონაწილეების აზრით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა თავის დროზე დავით ბეჟუაშვილს ტელევიზია საკუთარი სურვილით არ გადასცა. საგურია პირობას დებს, რომ მსგავსი ტიპის აქციები მოეწყობა ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ხელისუფლებამ მისი აზრით უკანონო გზით მიითვისა. ძალდატანებას ჰქონდა ჩემის აზრით ადგილი, როდესაც ეს ტელეკომპანია აჩუქა მისმა მესაკუთრემ ბატონ ბეჟუაშვილს და სწორედ აი ამ ძალადობას ვაპროტესტებთ ჩვენ ადამიანებმა წესით ამ დროს პასუხი უნდა აგონ. როდესაც ესეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩემის აზრით ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ტელეკომპანიამ მის შემთხვევაში მოხდა, თან მისი მესაკუთრე ბატონი ვანო ჩხარტიშვილი ეხლა დიდი ხანია უკვე ამის შესახებ ღიად საუბრობს. საპროტესტო აქცია მოეწყო რუსთაველის გამზირზეც. ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთას აინტერესებს ვინ იყიდა პარლამენტის ძველი შენობა. ახალგაზრდა აქტივისტები პრივატიზებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას ითხოვენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ინფორმაციის მისაღებად მათ უკვე მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარესა და ეკონომიკის მინისტრს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მოვედით აქ იმისათვის, რომ უთანაგრძნოთ როგორც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ასევე მთლიანად ამერიკელ ხალხს. გადავწყვიტეთ, რომ მოგვეტანა ყვავილები და სიმბოლო. კახა კუკავას პარტია პრეზიდენტს მიმართავს. თავისუფალი საქართველოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი გლდანში მდებარე მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას ითხოვს. ნაძალადევში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ სკოლის ტერიტორია მის კონკურენტს მართველი პარტიიდან მერაბ სამადაშვილს აქვს შეძენილი. ჯიშკარიანი ხელისუფლებისგან ითხოვს კონკრეტულ პასუხს, რატომ შეწყდა სკოლაში სასწავლო პროცესი და რა ბედი ეწევა შენობას. მე-15 სკოლის ბედი დღეს არის გაურკვეველი, სწავლა არ მიმდინარეობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ და ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბატონმა სამადაშვილმა შეისყიდა მიმდებარე ტერიტორია მის კლანთან ერთად. ჩვენ დღეს შეგვაქვს კანცელარიაში, სააკაშვილის კანცელარიაში წერილი, მას ქვია დღეს საქართველოში პრეზიდენტი და ჩვენ მოვითხოვთ მისგან დაუყოვნებლივ გაქცევას პასუხი, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, როგორც თავის თავს უწოდებს ამ თემასთან დაკავშირებით. აფხაზეთში რუსი სამხედროების ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს. რუსული სამხედრო ბაზის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები კრასნოდარის მხარის ერთ-ერთ პოლიგონზე საგაგებო წვრთნებს გადიან. ამავე ბაზის სნაიპერები და ყურბანმწყორსნობის ოპერატორები კი საველე შეკრებას გადიან, რომელიც თვის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ავარჯიშებენ. ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შტურმცეს ოპერატორები საბრძოლო სროლაში ივარჯიშებენ და 30 პირობით მიზანს გაანადგურებენ. ამ დროისთვის რუსული ბაზის დაზვერვის ქვედანაყოფის 200 სამხედრომ უკვე გაიარა ტაქტიკური წვრთნა ნაგვალოუს პოლიგონზე. Офицеров и военных инструкторов проводили занятия по военной и боевой подготовке. Здесь по установленным в горах целям მორიგი უარი ბერეს მუსიკოსის ორგანიზატორებს თელოვის გამგეობამ კონცერტის გასამართად მოთხოვნილ ტერიტორიებზე უარი უთხრა. გამგებელი ნუგზარ ხურციძე ამბობს, რომ ერეკლე მეორის მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზე ღონისძიებებია დაგეგმილი, რის გამოც მუნიციპალიტეტი ბერეს საღამოს მოწყობაზე ნებართვას არ გასცემს. შეპესე ქართული ოცნების მიერ იყო შემოტანილი მოთხოვნა ერეკლე მეორის გამზირის უნდა ჩაეტარებინათ ღონისძიება, რაზედაც ეთქვა თუ არის. იქიდან გამომდინარე, რომ 15-ში ვგეგმავთ ჩვენ თელავის რეაბილიტაციის გახსნას, იგეგმება ფართომასშტაბიანი ღონისძიება. მათ მერე მეორე წერილი შემოიტანეს, სადაც უნდათ რომ ჭავჭავაძის მოედანზე და რაზედაც პასუხი გაეცათ, რომ ჭავჭავაძის მოედანი ზუსტად ის ადგილია, სადაც იგივე ანალოგიური ღონისძიებები უნდა გაიმართოს. გაურკვეველი მედია ჯგუფები ჟურნალისტების შემდეგ ხელს უკვე მუსიკოსებს უშლიან. ქუთაისში, სადაც ჯგუფშინის კონცერტი მიმდინარეობდა, გადამღებმა ჯგუფმა პროვოკაციული შეკითხვების დასმა დაიწყო. დაუდგენელი ჟურნალისტის სამიზნე შინის სოლისტი აღმოჩნდა, შეკითხვების შინაარსი კი უცვლელი იყო. ვინ გაფინანსებთ და რა კავშირი გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან? გაურკვეველი მედია ჯგუფი მუსიკოსის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. ერთი ხმა ამ პროექტის ფარგლებში ჯგუფის შინი მთელი ქვეყნის მასშტაბით კონცერტებს მართავს და ამ გზით მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. არ გვიღალატო ბიჭო. არ შეიძლება ხალხო ეგეთი რაღაცა.
რა შუაშია რა ბიზინა ივანიშვილი რა ეს გვაინტერესებს რა გაინტერესებს თქვენ კონცერტზე თუ არ მოხვედით მაშინ სხვა პოლიტიკოსებს მიმართეთ ჩვენ გვინდა საქართველოს გაერთიანება და ეს გაყოფა სხვა შორის რასაც თქვენ ემსახურებით რას ემსახურებით ხალხის დაყოფას რომელ დაყოფას აი ამას რასაც თქვენ ახლა აკეთებთ იმან დააგაფინანსათ ამ რა შუაშია მინდა გვაფინანსოთ ჩვენ არა ვართ სხვა შორის ჩვენ ჩამოვედით ჩვენით სხვათა შორის ჩვენი ფინანსებით და ყველაფერი ჩვენით უფასოდ ვაკეთებთ ახლა რო იცოდეს თქვენ რატომ აქვს ქართული წერეთ ეს გვაინტერესებს უფასო კონცერტ რატომ არის გადაკეტილი გზები ეგ მე გადავკეტე გასულ მე არ ვიცი გადაკეტილია ნამდვილი გადაკეტილია გზები მაგრები ხარ ღმერთმა გაგება არ არის გადაკეტილი არა აფელი არა გადაკეტილი სამწუხაროდ ისე შემოგვიერთით ჯობია სად შემოგვიერთით ჩვენ აი დადექით აქ და ესეთ რაღაც შეკითხვებს ნუსვამთ რა თუ გადაკეტილია ცუდია მაგრამ მე მგონი არ არის გადაკეტილი არა ვისაც უნდა იმ მანგანებით შემოერთებაში რას გულისხმობ იცით რა ნუ გამოიყოფით ხალხს რა და ეს სასაცილოდ ნუ იგდებს თავს მაგრები ეს არის საოცარი ძალა ეს საოცარი მუხტია საერთოდ ის ტურია საოცარი მე მგონი ის გზავნილი ზუსტად მიიღო ხალხმა და ზუსტად მისი გზავნილია ერთხმად შეკვრა ჩვენი პროექტი მოგეხსენებათ მოწოდებული იმისთვის რომ გავამთლიანოთ საზოგადოება მშვიდობისკენ მოუწოდოთ თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდოთ ეს არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ლიბიაში დაღუპული ამერიკის საელჩის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებენ. ცოტა ხნის წინ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მოეწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ახალგაზრდა იურისტების წევრებმა ელჩსა და საელჩოს წევრებზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და შენობის სიყვავილებით სიმბოლურად ამერიკის დროშა გამოსახეს. მოვედით აქ იმისათვის რომ უთანაგრძნოთ როგორც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ასევე მთლიანად ამერიკელ ხალხს გადავწყვეტეთ რომ მოგვეტანა ყვავილები და სიმბოლურად აგვეწყო ამერიკის დროშა ამერიკის საელჩოს წინ და ამით გამოგვეხატა ჩვენი თანაგრძნობა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. შოკირებული ვართ იმ ტრაგედიით რომელიც გუშინ ლიბიაში მოხდა ჩვენ გვმოვთ ყოველნაირ ძალადობას და ტერორს რომელიც ხორციელდება სოფლიოში და ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხოთ ამერიკელ ხალხს ვაჩვენოთ რომ ქართული საზოგადოება არის სოლიდარული ის იდეალები რომელიც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს არის ახალი სამზემ. წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ნომერი და სამტრედის მაჟორიტარობის კანდიდატი კახი კალაძე ამჯერად ილორის უბნის მოსახლეობაში ხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს კოალიციის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო. სიკეთესა და ბოროტებას თილარი უბრალოდ ლეხმა 10 ლარი რომ მუხტი მართლაც აწეულია განწყობა ძალიან დადებითია ხალხში ყველა ელოდება 1 ოქტომბერს ყველა ძალიან კარგადაა გაცნობიერებული რომ ეს მარტო არჩევნების დღე არ არის აქ ხდება ჩვენი ქვეყნის ჩვენი სამშობლოს მედი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ისანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ძნუკრი ქანთარია ვაზის უბნის მოსახლეობაში ხვდა. ამ შეხვედრას ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ასევე ქართული აკადემიის წევრებიც დაესწრნენ. ჩვენ აუცილებლად 1 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას და დაიწყება ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის სიკეთისკენ შემოbrunება. მე ვარ ჩემ შვილიშვილთან ერთად და სწორედ ამათ ექნებათ ძალიან დიდი მომავალი. ამათ ექნებათ ნორმალური ადამიანური ცხოვრება. ამათ ექნებათ განათლება. დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ უბანს, ამ რაიონს ეყოლება თავისთვის მართლა საამაყო წარმომადგენელი და ღირსეული წარმომადგენელი უკვე ახლა საქართველოს პარლამენტში. ის ისეთი ალალია და ისეთი მართალია. ამის იმედი უნდა ქონდეს ამ რაიონს და მომავალ ქართულ პარლამენტს. არისთვის ვირჩევთ ახალს. რომ რაღაცნაირად შეიცვალოს ყველაფერი თუ არა, ისევე შევცვლით როგორც გვინდა რომ ახლანდელი შევცვალოთ. ზეწოლის მორიგი ფაქტის სამტრედიაში ინციდენტი სოფელ გომში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატ მერაბ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს მოხდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კანდიდატს შეკითხვით მიმართა გრიგოლ თევზაძეს მშენებარე სტადიონის გახსნის თარიღი აინტერესებდა. თუმცა პასუხად რაიონის საკრებულოს დეპუტატმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა მოსახლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს თვითმხილველების ყავს. ხალბატონ ეკატერინეს მიდამხმარე კადრი აღებული გვაქვს. მიხეილ ნიკოლეიშვილი რომელმაც ამ სიტყვის არ მაცალა კითხვის დამთავრება, რომელმაც მოვიდა ხელი ესე ამონხვია ძალით გამათხრიეს და ჩემზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინეს. არა მარტო ფიზიკური, სიტყვიერი ყველანაირად აბსოლუტურად. ჩვენი სოფლის დეპუტატმა, როდესაც ნაციონალების შეხვედრა იყო, კითხვა დასვა და იმის მაგივრად რომ პასუხი მიიღო, ცემატყებით გაუსწორდნენ.
საპროტესტო აქცია გარდაბანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ თამაზაქენში იმ საწარმოსთან, რომელიც მანგანუმ საწარმოებს აქცია მოაწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმოდან გამონაბოლქვი ნივთიერებები გარემოს აზიანებს, ეს კი ადამიანთა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მოგვიანებით მამუკა არაშიძე საწარმოს ხელმძღვანელს პირადად შეხვდა და მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმაცია მიაწოდა. ჩვენ შევატარეთ გარკვეული შემოწმება და მარტყოფთან ერთად ეს სოფელი თაზაკენტი არის ყველაზე უფრო ესე იგი დიდი რისკის ზონაში. აი დღეს მოვედით ქართლის ხელმძღვანელობასთან ქონდა საუბარი, ის დაგვპირდა რომ ერთ-ერთ ამ ციკლიდან წარმოების ციკლიდან რამოდენიმე რგოლს ამოიღებენ იმისთვის რომ ხიფათი შემცირდეს, ჩაატარებენ ლაბორატორიულ კვლევას 20 რისკისთვის. სული რა თქმა უნდა აწუხებდა და ის ამოვიღეთ და კი ბატონო გადავდებით გვერდზე, აღარ გავაკეთებთ, აღარ გავყიდით და არ არის ეს დიდი დანაკლისი. წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კოალიციის წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს მართავენ და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ზვია ძიძიგური ამბობს, რომ ამ მრჩევლებში შიშის ფაქტორი ჯერ ისევ არსებობს და სწორედ ამ გარემოების გამო ბევრი მათგანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას თავს არიდებს. შიშის ფაქტორი არსებობს. ზოგის ვიღაცა მუშაობს, ზოგის ვიღაცა მუშაობს და ესე არიან ადამიანები ტერორის ქვეშ ფაქტიურად. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ, ვეუბნებით ყველას, რომ ნუაძალებენ სხვა ადამიანებს, რომ მათ სასარგებლოდ მისცენ ხმა და ამავე დროს თვითონ ხალხს ვეუბნებით, რომ არავითარი ვალდებულება არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ 1 ოქტომბერს მივიდნენ და ყუთებში დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია. თელავში ქართულმა ოცნებამ აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში ოფისი გახსნა. პრეზენტაციას ქართული ოცნების თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე პარტიის აქტივისტები დაესწრნენ. ოფის გივი ოთარაშვილი უხელმძღვანელებს. მსგავსი შტაბების გახსნას კოალიცია თელავის ყველა სოფელში აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ოფისების გახსნა უშუალოდ სოფლებში, ვინაიდან ჩვენს მოსახლეობას უკიდურესად უჭირთ და მათ არ აქვს საშუალება რომ თავისი გაჭირვება ყოველთვის მოიტანონ ჩვენამდე. ეს ხშირ შემთხვევაში ისეთ გაჭირვებაზე მაქვს საუბარი, რომ მათ ტრანსპორტის თანხებიც კი არ აქვს. მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ხალხი დავარწმუნოთ, რომ ნამდვილად გაკეთდება, რაც ბიზნეევანშვილი პირდება. მართალია ხალხი ამბობენ, რომ კავშირი ბევრ შეიძლება მხარეს ივანიშვილს დააჭირონ, ხალხს ეშინია პროსტო, არ გამოდიან. წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს დმანისში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც. ამჯერად პაატა ხიზანიშვილი სოფელ ირგანჩაიში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო ადგილობრივებს და მათი პრობლემებიც მოისმინა. ხიზანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება იმ საძოვრებზე გაამახვილა, რომელიც მოსახლეობის მტკიცებით დმანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის მამას აქვს მისაკუთრებული. ირგანჩაელ მოსახლეობას კი ამ მიწებით სარგებლობა არ შეუძლია. უკვე ყველაფერი ძალიან კარგი გზით მიდის. უბრალოდ ცივილიზებულად 1 ოქტომბერს ეს ადამიანები თავიანთ გულის ნააზრებს გააფორმებენ და ყველაფერი დაალაგდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დაჩაგრულები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობა. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პარტიის ლიდერებმა ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა ჟურნალისტებს და საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზებზეც ისაუბრეს. პრეზენტაცია ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის, ასევე ლიბერალური აკადემიისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ფარგლებში ჩატარდა. ეს არის წინასაარჩევნო პროექტი, რომლის ავტორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ამ პროექტის ფარგლებში ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჟურნალისტებს ხვდება და მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს აცნობს. დღეს გახლავთ რიგით მესამე შეხვედრა. ქრისტიან-დემოკრატები წარმოადგენენ თავის პროგრამას, გაიმართება დისკუსიები და ქრისტიან-დემოკრატები უპასუხებენ იმ ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს, რაც მათი პროგრამის გარშემო შეიძლება არსებობდეს. ეკონომიკის მხარდაჭერა ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს სამართლიანი ტარიფები და ენერგეტიკის, ასე ვთქვათ, სტიმულირებით, ანუ ენერგეტიკა უნდა გახდეს მე ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამით შეიქმნება დაახლოებით 200,000 სამუშაო ადგილი. ბიზნესის, ასე ვთქვათ, წნეხისგან გათავისუფლება, ბიზნეს მონოპოლიების შეზღუდვა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ბიუჯეტი გახდეს 10 მილიარდიანი.
თავისუფალი საქართველოს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს ალექსანდრე შალომბერიძე მოსკოვის პროსპექტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის დროს მან წინასაარჩევნო გარემოზე და იმ კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მან გამოავლინა, როგორც ის აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რასაც თავისუფალი საქართველო არ შეეგუება და საპროტესტო აქციებს დაიწყებს. დღეს ჩვენ ვიყოფებით სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირზე, სადაც ნათლად ვხედავთ, რომ არაფერი არ არის გაკეთებული. აქ წყალი გამოდის და საძირკველს უთრის ძირს. აი ეს წყალი უნდა მოვაშოროთ ამ იმას სახლს, რომ ეს რამოდენიმე სახლი აქ არ დაგვინგრეს და ადამიანები არ დარჩენ სახლის გარეშე. ჩვენ თავისუფალი საქართველო ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაჭავარიანი მოვიდეს და არჩევნებამდე შეასრულოს ის დაპირება, რომელიც მან ადამიანებს მისცა. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა მოვაშოროთ და ადამიანებს მისცეთ ნორმალური ცხოვრების საშუალება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე სეპარატისტთა მცდელობა დაგმეს. შეკრების ინიციატორები მიმართვის ტექსტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მსოფლიო პატრიარქსა და ახალი რომის მთავარ ეპისკოპოსს გადაუგზავნიან. ჩვენ მოგმართავთ აფხაზეთის დევნილების სახელით. ყოვლად დაუშვებელია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხის დაყენება. ნათქვამია მიმართვის ტექსტში. ჩვენ გვაქვს ამ აღულასნ საქმიანობას და ჩვენ შევაფასებთ ამას როგორც კულტურული გენოციდის გაგრძელებას, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა რელიგიურ სეპარატიზმში. რასაც აქვს ბოლო პერიოდში მცდელობა აფხაზის სასულიერო პირების მხრიდან. სეპარატისტები და მათი დამქირავებლები უკვე ცდილობენ იერიში მიიტანონ ქართულ სულიერებაზე. იმ დუღაბზე, რომელიც ყოველთვის გადაარჩენდა ჩვენ ერს და ჩვენ ქვეყანას. ვის ეკუთვნის ბათუმის ბულვარში კოლონადების გაკეთების იდეა და ვინ იყო მისი არქიტექტორი? ამ საკითხზე დავა დაიწყო სომხური დიასპორის მიერ კოლონადებთან ბოგდან კარაკოსიანის 100 წლის იუბილის აღნიშვნამდე კონკრეტული პროტესტი დაფიქსირდა. დიასპორის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სწორედ არქიტექტორი კარაკოსიანი იყო კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის არქიტექტორი. თუმცა ბათუმის ბულვარში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე წერია, რომ კოლონადების აშენების იდეა ექიმ ივანე მჭედლიძეს ეკუთვნის. დიასპორის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი დაგმეს და ტურიზმის დეპარტამენტი ისტორიის გაყალბებაში დაადანაშაულეს. მათ არქიტექტორთა კავშირის მიერ მოწოდებული დოკუმენტებიც წარმოადგინეს. რაც შეეხება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, იქ ამბობენ, რომ უწყებამ საარქივო მასალებით იხელმძღვანელა. დაფაზე მხოლოდ იდეის ავტორი დაწერა, არქიტექტორთა ჯგუფის კონკრეტულ ჩამონათვალზე კი დეტალური ინფორმაცია საერთოდ არ მოუძებნია. ნახეთ, რომ ბათუმის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით და ალბათ ბათუმის მერის ინიციატივით აღმოჩნდა ეს წარწერა კოლონადები სამენოვანი ქართულად, ინგლისურად და თურქულად, სადაც წერია, რომ იდეა აგების ეკუთვნის ექიმს, ბათუმელ ექიმს ივანე მჭედლიძეს. როგორ შეაფასეთ? ძალიან ნეგატიურად, იმიტომ რომ არც ერთ სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ არის არქიტექტორი და ერთ-ერთი ავტორი ბატონი ბოგდან კარაკოსიანი და სამწუხაროდ ასეთი უსიამოვნო ფაქტია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ფაქტს. ჩვენ არ დაგვიკონკრეტებია თუ ვინ იყო მონაწილეები, თუ კი ისინი წარადგენენ ან სხვა ვინმე მოგვიტანს ისეთ ინფორმაცია, სადაც დაწვრილებით იქნება საუბარი და უტყვარი ფაქტი იმის შესახებ, რომ კონკრეტულ არქიტექტორს ეკუთვნის ეს პროექტი, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ცვლილება შევიტანოთ. არის თუ არა გლობალ ტივი და ინფო9 უშუქობის მიზეზი. სენაკში სოფელ ზანაში მცხოვრები არჩაიები ამტკიცებენ, რომ დაზიანებულ ელექტროსადგეს ენერგოპროს წარმომადგენლები მხოლოდ იმ მოტივის გამო არ აკეთებენ, რომ მათი შვილი ინფო9-ის ოპერატორია, სახლში კი გლობალ ტივის ანტენა აქვს დამონტაჟებული. ოჯახს ელექტროენერგია უკვე რამდენიმე დღე არ მიეწოდება. ენერგოპროს სენაკის ფილიალში კი ამბობენ, რომ დაზიანების შესახებ შეტყობინება მხოლოდ დღეს შევიდა და სადენის აღსადგენად ჯგუფი ადგილზე უკვე გავიდა. ველოდებოდი და ახლა მოვლენა ისე დაღამდა, ისე დღე დაღამდა, მეორე დილა გათენდა, მაინც არა შუადღეს მე ისე დავდეკე და მანქანა გაგვიფუჭდა და ვერ მოვდივართ რამეს ვეცდებით ასე მითხრა ახლა რომ დავიწყოთ წაზე და ჩვენთან იმდომა გაიგდა მე რომ ინფო9 რომ იყენიანდენა. აი ეს რო დაინახეს გაიარეთ და სხვაგან წავიდნენ. მე ისინი გაბრუნდნენ უკან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ დილით აცნობეს სენაკის მოსახურეობის ცენტრს და უკვე ბრიგადა წასულა, რათა მოხდეს ამ გაწყვეტილი სადენის აღდგენა.
პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების სასწავლო ბაზების გაუმართავობას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ვებგვერდის სერვერის სიმძლავრე ახალგაზრდების რაოდენობაზე გათვლილი არ არის. ამ მიზეზით კი სტუდენტების ნაწილი საგნების არჩევას ვერ ახერხებს. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საგნების არჩევა გუშინ 12 საათზე დაიწყო, მაგრამ დარეგისტრირება სტუდენტების დიდმა ნაწილმა ამ დრომდე ვერ მოახერხა. მიზეზი სასწავლო ბაზების გაუმართავობა, არასწორად შედგენილი ცხრილი და საგნებზე დასარეგისტრირებელი ადგილების სიმცირეა. სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ჩვენ ვაწყდებით ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობას ტუტორების, უპასუხისმგებლობას ფაკულტეტებზე, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელწიფებათ, რომ ეს პრობლემები აღმოფხრან და ნაცვლად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაკავებული იყოს კონკრეტული პრობლემების მოგვარებით, რომლებიც სტუდენტებს აწუხებთ, ისინი მარტო ლექტორების პოლიტიკურ ნიშნის წმენდაში არიან შემჩნეული. უნივერსიტეტის ეზოში შეკრებულ სტუდენტებთან სასაუბროდ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩამოვიდა, რომელმაც მეცხრე არხთან საუბარზე უარი თქვა და არც ვინაობის გამხელა ისურვა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებაზე უარი გითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა თინა იზორიამაც. კომენტარზე მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი გორაშვილი დაგვთანხმდა, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, დაცვის სამსახურის უფროსია. დიდი საქმის კეთებას და ბევრი საქმის კეთებას ხშირად მოსდევს ხოლმე ტექნიკური წუნები. გუშინ იყო გარკვეული ტექნიკური წუნი, რაც მალევე გამოსწორდა და ამასთან ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც თქვა შეიძლება ამ ტექნიკური წუნისთვის ან შეფერხდა, ან დაზარალდა, ამ ბავშვებს ჩვენ ვეხმარებით ყველანაირად. მოდიშის მოხდით, მაგრამ ბატონი გორაშვილი არ გზანდება ამ წუთში სამსახურში. აღარ არის, წავიდა უკვე? ალბათ წავიდა. და ის ნამდვილად თქვენი თანამშრომელია, ხო? დაცვის სამსახურის. კი. უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტები ფუჭი დაპირებების მოსმენას აღარ აპირებენ და მდგომარეობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. ახალი სამზეამი დასრულებულია დღის სხვა ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში 18 საათზე ბრუნდებით.